გამარჯობა, მეგობრებო. ეს არის მომდევნო ლექცია ფორმალურ ლოგიკაში. დღეს გავაკეთებთ შემდეგ დამტკიცებას ბუნებით დედუქციის სისტემის მიხედვით, რომელსაც ახლა ეკრანზე ხედავთ. ამ ამ ნუ 8 სავარჯიშოა სულ, განსხვავებული ტიპის სირთულის სავარჯიშოებია ეს. პირველ სამს სრულად დავამტკიცებ, დანარჩენებს ზოგს მონახავს გეტყვით სტრატეგიებს, რომლის დახმარებით თქვენ შემდეგ ადვილად უნდა დაამტკიცოთ ეს სავარჯიშოები. მეშვიდეს მეშვიდეზე უფრო დიდ ყურადღებას გავამახვილებ, რომელიც არის ჰალვორსონის წიგნიდან. ძალიან საინტერესო შედეგი არის ეს, რომელსაც დავამტკიცებთ. და ხო, ეს იქნება ჩვენი გეგმა. დავიწყოთ პირველი სამით. პირველის დამტკიცება საკმაოდ ადვილია. მოდი ჩვენი წანამძღვარი დავუშვათ. კარგით, ეხლა რა უნდა გავაკეთოთ? ანუ მის ინტუიციური უნდა იყოს თქვენთვის, ანუ პირდაპირ უნდა ხედავდეთ, რომ გამომდინარეობა ვალიდურია, იმიტომ რომ თუ Q მაშინ P-ს კონტრაპოზიტივია, თუ არა P მაშინ არა Q და პირობით დებულება ექვივალენტურია მისი კონტრაპოზიტივის, ანუ კონტრაპოზიტივია, როდესაც შედეგის ნეგაციიდან პირობის ნეგაცია გამოყავს. აქ უბრალოდ პირობითი ნეგაცია შეიცავს, კონტრაპოზიტივი არა, თუმცა აზრი ერთი და იგივე არის და ადვილად უნდა დამტკიცდეს. ესე იგი, პირობით გვაქვს დასამტკიცებელი, ამიტომ დავუშვათ პირობა Q. ეს როგორც წესი ეს სტრატეგია კარგად მუშაობს ხოლმე, თითქმის ყოველთვის. შემდეგ რა ვშვებით? იმისთვის რომ მოდუს პონენსი მოდუს ტოლენსი გამოვიყენოთ ერთიანზე. შედეგის ნეგაცია გვაქვს აქ კიდე Q გვაქვს, ესე იგი ორმაგი ნეგაცია შემოვიტან. ეს იქნება ორიანზე დამოკიდებული. ორმაგი ნეგაციის შემოტანას ვაკეთებ ორიანზე. ხა მოდუს ტოლენს გავაკეთებ. ეს იქნება ერთიანზე და სამიანზე მოდუს ტოლენსი. და ეს დამოკიდებული არის ერთიანზე და ორიანზე. და შემდეგ ორმაგი ნეგაციის ელიმინაციას გავაკეთებ. ეს არის ერთიანზე და ორიანზე დამოკიდებული და მეექვსეში Q დაშვებას ამოვიღებ და დავასკვნე თუ Q მაშინ P-ს. შესაბამისად მარტო ერთიანზე იქნება დამოკიდებული და პირობითი დამტკიცება გავაკეთე ორიანზე და ხუთიანზე. მაინც საკმაოდ მარტივად მტკიცდება. ანუ თავია რომ სტრატეგია გქონდეს ზუსტი დასახული რას ვაკეთებს და როგორ რის გაკეთება გვინდა და ადვილია რა აქ ამის გაკეთება. კარგით, მოდი ახლა შევხედოთ მეორეს. დავიწყოთ ჩვენ წანამწყრეთ, რომელიც არის პირობით დებულება. მე გრას ვაკეთებთ. ნუ ეს არის მატერიალური პირობითის ერთ-ერთი შედეგი, რომ პირობითი დებულება ექვივალენტურია დისფუნქციის, არა P ან Q, რაც პირობითი არის თუ P მაშინ Q. აქ გამოვიყენებ გამორიცხულ მესამეს. Low excluded middle. ეს არც ერთ დაშვებაზე არა დამოკიდებული, ეს დამტკიცებული გვაქვს უკვე, ასე რომ ვიცით, რომ ცარიელი დაშვებიდან გამომდინარეობს P ან არა P. ეხლა
ეს რატო გავაკეთეთ? იმიტომ რომ არაპიზე ეგრევე ვხედავ, რომ არაპიდან გამომდინარეობს არაპიან Q, ხოლო P-დან მართალია არაპიან Q პირდაპირ არ გამომდინარეობს, მაგრამ P-დან გამომდინარეობს Q პირველად და Q-დან გამომდინარეობს არაპიან Q და ესაა ჩვენი სტრატეგია. მოდი ჯერ P დავუშვათ. აქედან გამომდინარეობს Q, ესა 1, 3 მოდუს პონენსი გავაკეთე 1, 3-ზე. თეანში გვაქვს არაპიან Q. ამ დამოკიდებულია ეს გავაკეთე 4-იანზე ცხადია. ამ 1-იანზე და 3-იანზე დამოკიდებული. და არაბიდან ტრივიალურად გამომდინარეობს ცხადია ჩვენი დისფუნქცია. არა I ან Q. სამარტო 6-იანზე დამოკიდებული. დისფუნქციის შემოტანა გავაკეთე 6-იანზე. და ზუიანზე გავაკეთებ დისფუნქციის ელიმინაციას, იმიტომ რომ თითოეული დისფუნქტიდან გამოვიყვანე ის რისი გამოყვანაც მინდოდა. ესე იგი ჩვენი დისფუნქტი არის ორიანი, მერე მაქვს 3-დან 5-მდე და 6-7. დისფუნქციის ელიმინაცია. და ეს დამოკიდებული არის მხოლოდ ერთიანზე. სამიანი აქ რო გვაქვს და 6-იანი ესაა დისფუნქტების დაშვება, რომელიც წესის მიხედვით აღამჭირდება, რომ გქონდეს ამოვარდება ეს დაშვებები. აი ესე მტკიცდება ეს. ეხლა მოდი დავამტკიცოთ შემდეგი ფორმულა, რომელიც ეს შეიძლება ითქვას უფრო რთულია რაღაც აზრით, რომ ჭკვიანურ სტრატეგიას საჭიროებს. გირავშობით აქ. დავუშვათ ჩვენი პირობა. ესე იგი, დასამტკიცებელი გვაქვს ესეთ პირობით, რომლის პირობა არის ეს, ხო? დავუშვათ პირობა თუ P მაშინ Q მაშინ P და აქედან უნდა გამოვიყვანოთ P. როგორ ვაკეთებთ ამას? არაპირდაპირი წესი ჩემი აზრით ყველაზე უფრო ელეგანტური და ეფექტიანია და ეფექტური. არაპის დავუშვებთ. შემდეგ რა ვშვებით? არაპიდან გამომდინარეობს თუ P მაშინ Q ნეგატიური პარადოქსით. ორიანზეა დამოკიდებული და ორიანზე გავაკეთე შემოკლებით ნეგატიური პარადოქსი. ახლა მოდუს პონენს გამოვიყენებ და დავსვი P-ს. ასე იგი მოდუს პონენსი აქ ერთიანზე და ორიანზე იქნება დამოკიდებული და გავაკეთე ერთიანზე და სამიანზე. შემდეგ გვაქვს კონტრადიქცია P და არაპი, დამოკიდებულია ცხადია ერთიანზე და ორიანზე. ფუნქციის შემოტანა გავაკეთე 2, 5. ახლა ერთიან და ორიანიდან რომელიმეს ნეგაცია შემიძლია შემოვიტანო. შემოვიტან არაპიზე ცხადია, არა ამართალიო, არა ამართალიო P, დამოკიდებულია მხოლოდ ერთიანზე. და აქედან P გამომდინარეობს და ხო რა, აღარ დავწერ, ძალიან ცხადია. ამისი დასრულება ერთ საფეხური დაგვრჩა რა. და გამართლება უბრალოდ რედუქციო ad absurdum-ი როგორ გაკეთდა ამას დავწერ. ასე იგი, ორიანი არის ის, რაზეც გავაკეთე რედუქციო და 6-იანი არის ჩემი კონტრადიქცია. ის ჩაიწერება ეს. ეს პირველი სამის დამტკიცება.
როგორც ხედავთ, ხო, ცოტა არაპირდაპირ ჭკვიანური სტრატეგია გამოვიყენე აქ. რაც შეეხება შემდეგს, ეს საკმაოდ რთულს გავს, იმიტომ რომ გრძელი პირობითი დებულება გვაქვს, რომელშიც კიდე პირობითები შედის, ხო? აქ დიდი პირობითის პირობა პირობითია და შედეგიც არის პირობითი. თუმცა, ანუ აქაც იმ სტრატეგიას მიმართავთ, წანამძღვარს დავუშვებ და შემდეგ თითოეულ პირობას დავუშვებ. ესე იგი, უნდა დავუშვებ თუ ეს იმაშინ P, Q ცალკე და ესიც ცალკე, ეს სამი დაშვება უნდა გავაკეთო რა. და შემდეგ პირობით დამტკიცებების გაკეთა მომიწევს რა. მაგალითად, როდესაც Q მაქვს დაშვებული, ხო, ცალკე, Q-დან ხო გამომდინარეობს თუ P მაშინ არის. შესაბამისად დავასკვნი თუპი მაშინ არის, S-იც მაქვს დაშვებული, S-დან გამომდინარეობს P, შემდეგ P-დან გამომდინარეობს არის და ნუ ესე მუშაობს ეს, ასე რომ ხრიკი არის, რომ თითოეული პირობა დავუშვათ იმისი, რის დამტკიცებაც გვინდა. ასე რომ აქ აღარ დავწერ. რაც შეეხება მეხუთეს, მოდი აქვე გავაკეთოთ მეხუთე, ამის მონახასაც აგიხსნით. ეგ ეს გვაქვს დაშვება. აქ რას ვაკეთებთ? აქაც არაპირდაპირი გზა არაპირდაპირ უნდა გავაკეთო. ამის ნეგაციას დავუშვებ. ამას იმიტომ გავაკეთებ, რომ ვიცი, რომ დისფუნქციის ნეგაცია იქნება დისფუნქტების ნეგაციის კონუქცია რა, დემორგანის მიხედვით. რას გულისხმობ? საწადავშოება. აქედან ვიცი რომ უნდა გამოყვანადი იყოს ამ ამ ნეგაცია მაკლი აქ. ესე იგი არა მართალიო არა მართალიო P და არა მართალიო არა მართალიო Q. ეს იქნება გამოყვანადი. ამ ამ რაც იგივე რაც P და Q და კონტრადიქციას მივიღებ აქ შესაბამისად ნეგაციას შემოვიტან ამაზე ორიანზე და დავასწრო რომ არა P-ან არა Q ის რის დამტკიცებას გვინდოდა. ეხლა როგორ ჩავალ აქამდე? ამ აქედან ჩავალ შემდეგნაირად, არაფის დავუშვებ, არაფიდან გამომდინარეობს არაფიან Q, ხედავთ, აქ რო არაფის დავუშვებ, არაფიდან ხო გამომდინარეობს არაფიან Q, არაფიან არა Q. შესაბამისად, მექნება არაფის დაშვებიდან კონტრადიქცია იქნება ამასა და ამას შორის. შესაბამისად დავასწნი არა ამართალიო, არა ამართალიო P. და იგივე იმუშავებს არაქშიზეც რა. ხო ხტებით, ანუ ესეთი ესეთი ხრიკი გჭირდება აქ. ეხლა რაც შეეხება მეექვსეს. მეექვსეს რაც შეეხება, აქ სტრატეგია იქნება შემდეგი. ესე იგი გვაქვს არა მართალიო თუ P მაშინ Q და როგორ ჩავიდეთ P და არა Q-ზე. იმისთვის რომ ეს გავაკეთოთ, აქაც არაპირდაპირი მეთოდი გჭირდება. ესე იგი დავუშვებთ არაპის საფეხური იქნება ეს. ნეგატიური პარადოქსით არაპიდან გამომდინარეობს თუ P მაშინ Q. ეს ორიანზე იქნება დამოკიდებული და ნეგატიური პარადოქსი ორიანზე. შესაბამისად, მაქვს კონტრადიქცია წანამძღვართან რა. არა მართალიო თუ P მაშინ Q. და აქ მაქვს თუ P მაშინ Q. და მივიღებთ არა მართალიო არა მართალიო P, რაც იგივე რაც P.
Q-ზეც იგივენაირად დავამტკიცებთ, Q-ზე უბრალოდ გავაკეთებ პოზიტიური პარადოქსი, იმიტომ რომ Q-დან გამომდინარეობს 2p machine Q და ხო, ეს დამტკიცდება 6-იანი. მოდი ყურადღება გავამახვილოთ ახლა 3.5-ზე. 3.5 რას იძახის შეხედეთ. ვთქვათ, ანუ არსებობს ლოგიკური სისტემები, რომელიც უარყოფს ორმაგი ნეგაციის ელიმინაციის წესს. ანუ ორმაგი ნეგაციის შემოტანასთან არ აქვს პრობლემა, მაგრამ აქვს პრობლემა ორმაგი ნეგაციის ელიმინაციასთან. ორმაგი ნეგაციის შემოტანა ორმაგი ნეგაციის ელიმინაციისგან იმით განსხვავდება, რომ შემოტანის დროს ვაკეთებ ნეგაცია შემოაქვს რა, ორი ნეგაცია შემოაქვს და ელიმინაციის დროს ნეგატიურიდან ვასვვნი პოზიტიურს. ანუ იქიდან რომ არაა მართალიო, არაა მართალი რომ რაღაცა, ვასვვნით რომ ეს რაღაცა უნდა იყოს სწორი. ზოგიერთი ლოგიკოსი და ფილოსოფოსი და მათემატიკოსი ფიქრობს, რომ ესეთ ნეგატიურისგან პოზიტიურს ვერ დავასვვნით. და ლოგიკა, რომელიც უარყოფს ორმაგი ნეგაციის ელიმინაციის წესს, ქვია ინტუიციონისტური ლოგიკა. ინტუიციონისტური ლოგიკა კლასიკური ლოგიკისგან, რომელსაც ჩვენ ვსწავლობთ, კლასიკური ლოგიკა შედგება იმ წესებისგან, რომელიც ჰალვორსონს აქვს ახსნილი, ბუნებრივი დედუქციის სისტემით როცა კეთდება. იმითი განსხვავდება, რომ ერთადერთი უარყოფს ორმაგი ნეგაციის ელიმინაციის წესს, და ამატებს x-falso კვიდლიბეტს როგორც წესი იმას, რომ კონტრადიქციიდან ყველაფრის გამოტანა შეგვიძლია. თუ გაქვს დაშვებები, რომელიც კონტრადიქტორულია, მაშინ აქედან ნებისმიერ ამის გამოტანა შეგიძლია. ანუ კლასიკური ლოგიკაა, რომლიდანაც ამოღებულია ორმაგი ნეგაციის ელიმინაცია, მაგრამ დამატებულია ეს x-falso პრინციპი. ეხლა 3.5-ში, რასაც ვაჩვენებთ, არის ძალიან საინტერესო, რომ ინტუიციონისტური ლოგიკა ვალდებულია ასევე უარყოს გამორიცხული მესამის წესი. ჩვენთან გამორიცხული მესამე არაა ბაზისური წესი, არამედ გამოყვანადია ჩვენი ბაზისური წესებისგან. და ინტუიციონისტურ ლოგიკაში გამორიცხულ მესამეს ვერ მივიღებთ როგორც ბაზისურ წესს, იმიტომ რომ როგორც ეს საوجიშო გვაჩვენებს, თუ მივიღებთ გამორიცხულ მესამეს და x-falsos, მაშინ ორმაგი ნეგაციის ელიმინაცია შემიძლია გამოვიყვანოთ. იმისთვის რომ ეს ვანახოთ, საკმარისია დავამტკიცოთ, რომ დაშვებების გარეშე დამტკიცებადია შემდეგი რაღაცა. ესე იგი, დამტკიცებადი იქნება, რომ არა მართალიო, არა მართალია რომ p-დან გამომდინარეობს p. ეს თუ ვაჩვენეთ, შესაბამისად არა ისიც გვიჩვენებია, რომ ცხადია ეს გვაქვს, ხო? იმიტომ რომ არა p-ის დაშვებით გამოვიყვანთ p-ის. ეხლა როგორ ვაკეთებთ ამას? მეთოდი არის შემდეგი. მოდი დავუშვათ ჩვენი x-falso, რომლის დაშვების უფლება გვაქვს. იან არაპის სახით. ბევრი x-falso არსებობს, მაგრამ ასევე ესე არ იქნება ეს სულ წესი, ეს იქნება სქემა, რომ ნებისმიერი ესე იგი phi ან არა phi სტილის შემიძლია როცა მინდა დავუშვა თავში თქვათ. ესა დაშვება და არაფერზე არაა დამოკიდებული. ეხლა მაქვს p. ორიანზე ესა დაშვება. თუმეს უნდა აღვნიშნოთ როგორც თავის თავზე დამოკიდებული. ეხლა პოზიტიური პარადოქსიდან ვიცით ჩვენ, რომ დავწერ ამას. თუ მაქვს phi, მაშინ აქედან გამომდინარეობს ნებისმიერი psi-დან phi. ანუ ზოგადია რა ეს. ანუ ის კი არა მარტო რომ p-დან გამომდინარეობს თუ p მაშინ p. ანუ p-დან გამომდინარეობს ნებისმიერი psi-დან რომ გამომდინარეობს p. სამომავლოდ აქ შეგვიძლია დავწეროთ არა მართალია რომ p მაშინ p დამოკიდებულია ორიანზე და ორიანზე ქათით არის ეს მიღებული პოზიტიური პარადოქსით. პოზიტიური პარადოქსი. ეგ p დავაჩვენოთ რომ გამომდინარეობს რომ თუ არა მართალიო p მაშინ p. აი, ახლა რა ვშვებით შემდეგ? ეხლა დავუშვებთ არა p-ს
ეს არის ოთხიანი დაშვება. არაპიდან უკვე ნეგატიური პარადოქსით გამომდინარეობს, რომ ამის ნეგაცია თუ მაქვს, ესე იგი არამართალიო კი. ხო? ამ მაშინ კი. ხო, ნეგატიური პარადოქსი არის, რომ არაპიდან გამომდინარეობს ბოდიში პიდან გამომდინარეობს თუ არაფი მაშინ Q, სადაც Q ნებისმიერ რამად შეიძლება იყოს ასე რომ არაფიდან, ანუ ამას კიდე ერთ ნეგაციას რომ მივუმატებთ, ამის გამოყენა იქნება შესაძლებელი. ესეც არის 4-იანზე ქათით უკვე ნეგატიური პარადოქსი გვაქვს. ეს 4-იანზე დამოკიდებული. შესაბამისად გავაკეთებ ინდუქციის ელიმინაციას. Okay, რაც არც ერთ დაშვებაზე არ იქნება, იმიტომ რომ 2-იანი და 4-იანი იყო რა აქ, ბოდიში 2-იანი და 4-იანი იყო აქ, ხო, რომელიც არის დისფუნქტები. საბამისად დისფუნქციის ელიმინაციიდან ეს გამოვიყვანეთ. აი ეს იცდება, რომ როდესაც გვაქვს გამორიცხული მესამე, მაშინ ხელახლა შეგვიძლია გამოვიყვანოთ ორმაგი ნეგაციის ელიმინაციის წესი. ეს რასაც აჩვენებს ის არის, რომ კლასიკური ლოგიკის ფორმულირება ერთზე მეტი გზითაა შესაძლებელი, ხო? ერთი გზა არის ის, რაც ჩვენ ვისწავლთ, მეორე გზა ის არის, რომ თქვათ შეგვიძლია ამოვიღოთ ორმაგი ნეგაციის ელიმინაცია როგორც ბაზისური წესი, მაგრამ დავამატოთ გამორიცხული მესამის კანონი. ანუ წარმოიდგინეთ, ანუ ეს ფილოსოფიურადაც და მათემატიკურადაც საინტერესოა. წარმოიდგინეთ ადამიანი, ვინც არაა დარწმუნებული, რომ ორმაგი ნეგაციის ელიმინაცია არის სწორი. იმ ადამიანს თუ იმ ადამიანს თუ დაუსაბუთებთ, რომ ანუ ის ადამიანი თუ ეთანხმება, რომ უნდა მიიღოს გამორიცხული მესამის კანონი და პოზიტიურ და ნეგატიურ პარადოქსებს თუ მიიღებს, ხო, ჩვენ ვიცით, რომ ნეგატიურ პარადოქსისთვის გვჭირდება სწორედ x-falso წესი. ხო, ასე რომ x-falso-ს და გამორიცხულ მესამეს თუ მიიღებს, მაშინ ვალდებულია ასევე მიიღოს ორმაგი ნეგაციის ელიმინაციას, რომ არგუმენტაციული გზით ხედავთ, როგორ შეიძლება ადამიანს დაუსაბუთო, რომ ორმაგი ნეგაციის წესი სწორია, თუ მიიღებს x-falso-ს და გამორიცხულ მესამეს. კარგით, ეს ჩვენი მეშვიდე. რაც შეეხება მერვეს, მერვე არის საკმაოდ მარტივი. ესე იგი, modus tollens-ი ჩვენ სისტემაში, როდესაც გვაქვს რედუქციო წესი, აღარ გვჭირდება რა, სხვა წესებთან ერთად, ზედმეტია. ანუ შეიძლება შემოკლებისთვის გქონდეს, მაგრამ რეალურად არ გვჭირდება. ამისთვის რომ ვანახოთ, რომ modus tollens-ი გამომდინარეობს ჩვენი სისტემიდან, ანუ ბაზისური წესები რაც გვაქვს modus tollens-ის გარდა, იმის გამოყენებით ვაჩვენებთ, რომ ეს არის თეორემა. ესე იგი, როგორ ვაჩვენებთ ამას? აქ მონახაზის სახით გავაკეთოთ, მოდით. ესე იგი, წანამძღვარი გვაქვს ერთი პირობითი, მეორე გვაქვს არაქში. ხო. ამ გვინდა დავამტკიცოთ არაპი. აქაც არაპირდაპირ წესი გვექნება, პის დავუშვათ. პიდან გამომდინარეობს Q, modus tollens-ით და ხვდებით, ხო? რომ რედუქციოს წესის მიხედვით დავასვენით არაპის და მესამე დაშვება ამოვარდება. აი, ესე მტკიცდება მერვეც, თქვენ თუნდა შეძლოს ამის გაკეთება. აით, მოკლედ, 8-ვე საკითხის დამტკიცება აგიხსენით, საკმაოდ საინტერესო სავარჯიშოებია და ასევე საინტერესო ფილოსოფიური დასკვნაც გავაკეთეთ ჩვენი მეშვიდე ან ჰალვორსონის 3.5 სავარჯიშოსგან. ხო, რომელსგანაც არაერთ საინტერესო შედეგი გამომდინარეობს. ინტუიციონისტურ ლოგიკას ჩვენ მომავალში შევხვდებით, ასევე ვნახავთ მის სემანტიკასაც, არა მხოლოდ ბუნებით დამტკიცების სისტემას, რომელიც საკმაოდ მარტივად შეგვიძლია მივიღოთ
ინტუიციონისტური ბუნებრივი დედუქციის სისტემა კლასიკური ლოგიკის მოდიფიკაციით, ბუნებრივი დედუქციის სისტემის მოდიფიკაციით. მაგრამ სემანტიკასაც ვნახავთ. კარგით, მოკლედ, სულ ეს იყო და მომავალ შეხვედრამდე.